ეხა ატენში ჩამოვედი მეგობართან, გორს დაგათვალიერებინებო, ბოლომდე გვიყურეთ მე და გრიზლის. ჩემს მეგობარ გრიზლის გაუმარჯოს. გაუმარჯოს სიმფოლოს. ატენში ამომიყვანე და კოფეინის სმით მომკალი, ცქრიალა ატენური დამალეინე. არა, შიმპო რა უნდა დავლიოთ. ბრძოლა მაქვს ფაციასთან და ვემზადები. ხვალდილით ტყეში გამყევი სავარჯიშოდ. როგორც გასწავლე და დაგარიგე, ისე შეებრძოლე მოწინააღმდეგეს და აუცილებლად მოიგებ. შენ არიცი მე კუნფუ სპეციალისტი ვარ. ფაციასთან წორი დგომა და ყბის დაცვა. გამარჯვება შენია. ისე მართალი ხარ. შენ ჩემი სპარინგი გაქნა ნახიდათ თან. ფაციას თაფლს შევპირდი მალე რო არ წამექცეს რინგზე და ნატურალური სუსხვაა თაფლი. შიმპო, ინხეზე იქნება ძვე? ეხა მეორე დამკბინეს ფუტკრებმა, რა იყო სხვა რამე გაგეგზავნ, მაგალითად დოლი, ზედი ვარჯიშებდა. ამო, ეხა შიმპო ისეთ გორის კატლეტებს გაჭმევ, ეგ ბანჯგვლიანი თითები ზედმია ყოლო. აუ რა გემრიელია. შენ ჭამე, მიდი. თუ მოიმატებ, ფაციას მაინც დაამარცხებ, ხო გასწავლე ილეთები. გრიზლი, ეს ხალხი ასე შუა გზაზე რატო დადიან, ჰა? ესა იმიტომ რომ აი მიწის ზურა რომ მოხდეს თავში რამე არ დაეცეთ, არიცი ეგა. ეხლა ბელადის სახლ-მუზეუმში ვართ. რაკნა ამხანაგო ბელადო, გამოიცნო რუზველტმა და ჩერჩილმა ის შუალა თითი? შიმპო, ეხლა მოვიდა ჩემი და ფაციას ბრძოლის დრო. დაიცოდე, იმ შენს რჩევას ვითვალისწინებ, არ დამაღალატეს. გიორგი ფაცია! ანრი ბესტავაშვილი, იგივე გრიზლი. შეები აი. უნდა უკან დგას, ოდესაც არის ბევრად დიდი ადამიანი. ჩვეულებრივად შეუძლია წინ იაროს და დაპრესოს მისი მოწინააღმდეგე. გაიმარჯვა! გიო ფაცია! ჩამოდი, შემაინო. რატო დამიმალე? ფაციას სენსეი რო იყავი ადრე და ეს არასწორი ილეთი მასწავლე. გავქნა გრიზლი. ჩემს მოწაფეს ხომ არ გავწირავდი, გამიგე კაცურად რა. მე და შიმპო შევრიგდით და კაი ატენის ღვინოს მივირთნოთ, სენსეი შიმპო გამოიწერეთ მეგობრებო და მპირდება ფაციას დამარცხების ილეთს გასწავლიო.